ახლა მინდა ჩავრთოთ ეთერში სწორედ დაკავებული ისაკო დევიძის დედა, რომლის შვილიც პროტესტის ნიშნად შიმშიმ ლობს იზოლატორში. მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნინო ჭელიძეს და პირველ რიგში მისგან შევიტყოთ ყველამ ერთად ინფორმაცია მისი შვილის მდგომარეობის შესახებ და ასევე გვექნება რამდენიმე კითხვა უშუალოდ ჩხრეკვის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც. ქალბატონ ნინო, რა იცით, რა ბოლო ინფორმაცია გაქვთ თქვენი შვილის მდგომარეობაზე? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. დღეს ადვოკატი იყო ლაშა ტრაშელაძე შესული და ნახა მხოლოდ წყალს სვამს, საჭმელს ღებულობს და მდგომარეობა სტაბილურია ამჯერად. ქალბატონ ნინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ვერსია, უბრალოდ გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ მიმდინარეობდა ეს ჩხრეკა, მაგრამ მოვისმინეთ ასევე თქვენგან მინდოდა ეს მეთქვა ეს სიტყვა დაუჯერებელი, მაგრამ აღარ არის დაუჯერებელი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არამედ მსგავსი ისტორიები მოროდიორობის, მე ამას ასე დავარქმევ, როდესაც აპატიმრებენ ადამიანებს, ცემენ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ადგილი აქვს ქურდობას, პირადი ნივთების მოპარვას, ჩვენ მანამდე სხვა დაზარალებულებისაგანაც მოგვისმენია. თუ შეგიძლიათ მოგვიყევით აი ამ დეტალებზე, როგორ ჩატარდა ეს ჩხრეკა და რა დაიკარგა ყველაფერთან თქვენი სახლიდან რა წაიღეს? ჩვენ როცა სახლში დავბრუნდით, უკვე ბინაში შემოსულები იყვნენ, ისაკო აყვანილი ყავდათ და შემოსული იყვნენ ბინაში. მე არ მომცემ უფლება, რომ შემოსულიყავი და დავსწრებოდი ამ პროცესს. შემდეგ სადარბაზოშიდაც არ გამაჩერენ. გარეთ დაელოდეთ, ჩამოვლენ და პასუხს ისინი რომ ვკითხულობდი, რის საფუძველზე ტარდებოდა ეს ჩხრეკა. გარეთ დაელოდეთ, როცა გარეთ გამოიყვანეს ისაკოც და გარშემო ეხვია უამრავი პოლიციელი. ახლოს მისვლის საშუალებაც არ მომცემ. შემდეგ გავიგონე ერთ-ერთი ეძახოდა ზემოთ, რომ გასაღებიო, აქ მიეციო, მისი და არის და იმას მიეციო. მეც ამოვირბინე კიბებზე და ეს იყო გამომძიებელი. რომელსაც კითხვები დავუსვი და სურდა რომ პასუხი არ გაეცა, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით შემდეგ მიპასუხა, რომ ადმინისტრაციულით დავაკავეთ დაუმორჩილებლობის გამო. ესენი რო წავიდა როში მოდი სახში სასწაული ქაოსი იყო, აი ეს ჩხრეკა ნელა დავარქმევას, ეს იყო ჩვეულებრივი ყაჩაღობა და მეტი არაფერი. როგორც კი შემოვედი, ეგრევე თვალს შემოხვდა, რომ კომპიუტერები არ იყო. შემდეგ ნახე იქ, სადაც დავტოვე დილით ფული, მივედი და ნახე, რადგან კომპიუტერი არ დამხდა, სერიოზული ეჭვი გამიშთა, რომ შესაძლებელი იყო ისიც არ ყოფილიყო. მივედი, ნახე და ფულიც აღარ დამხდა იქ. 2000 ლარიც აიღეს ამ კომპიუტერებთან ერთად. ქალბატონ ნინო, ერთი დეტალი რო დავა ზუსტად, რამდენთაც ვიცით, ეს რადგან უკვე ცნობილია თქვენს მიერ, ეს 2000 ლარი ძალიან კონკრეტული მიზნისთვის, ანუ თქვენი დაგეგმილი ოპერაციისთვის, თქვენმა შვილმა ბანკიდან სულ ახლახანს გამოიტანა. ის ესეთი გააკეთა ჩემმა შვილმა და გამოიტანა რაღაც საქმეს დასჭირდებოდა, მაგრამ ნაწილი მე მჭირდებოდა ოპერაცია უნდა გამეკეთებია, აი თებერვლის თვეში მინდოდა დამეგეგმა და გამეკეთებია ოპერაცია და ეს თანხა მედო სახლში 2000 ლარი უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, დიახ. დიახ და ამავე დროს მოდით ბარემ ერთი კარგი ამბავიც ვთქვათ, როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას და სრულიად უცნობ ადამიანებს, ჯერ კიდევ გუშინ, როცა შეიტყვეს ამ თანხის დაკარგვის, დავარქვათ პირდაპირ მოპარვის შემდეგ, რომ ეს თანხა უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას. მე ისაკოს მეგობრებს, მის ადვოკატს, ჟურნალისტებს, ტელევიზიას, ასეთი დიდი ყურადღებისთვის და როგორც კი გაჟღერდა რომ ეს ჩემი სამკურნალო თანხა იყო, ეგრევე შეაგროვეს თანხა და ჩემი შვილის ანგარიშზე არის დადებული ეს თანხა და უღრმეს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, თითოეულ მათგანს. ქალბატონ ნინო, რამდენად მართალია, რომ თქვენი სუნამოებიც კი გამქრალი არის სახლიდან? გადმოყრილი, არეული, დამსხვრეული და ამორჩევით წაღებული.
ამორჩევით. ანუ ესე იგი გარკვეული ბრენდები მათთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო და რაც მოეწონათ სურნელით მით უმეტეს წაიღეს. ანუ სახუმარო არ არის ცხადია ეს თემა. მე თქვენს გოგონასაც უსმინე, რომლის ნივთებიც ასევე არის დაკარგული და რატო შეარჩიეს თქვენი შვილი? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ის სამიზნე გუშინდელი აი ამ რეიდის კიდევ სხვა რამდენიმე ადგილზე შევიდნენ, მაგრამ ის ასე ვთქვათ, მის თავისუფლება აღკვეთილი არის, შეიძლება ასე ვთქვათ. რატო შეარჩიეს თქვენი შვილი? აქტიური არის, უყვარს სამშობლო, უყვარს, უნდა რომ იცხოვროს საქართველოში და იცხოვროს წარმატებულ ქვეყანაში. არ მოუწიოს სხვაგან წასვლას, არც მას, არც მის მშობლებს, არც მის ნათესავებს. და უნდა რომ ისეთივე წარმატებული ქვეყანა იყოს, როგორც ნებისმიერი ევროპის ქვეყანაა და ცდილობს ამას თავისი აქტიური მოძრაობით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. და ბოლოს მინდა კითხოთ, რა განწყობით ხართ? ცხადია, მშვიდად ვერ იქნებით, როცა შვილი იზოლატორშია და როდესაც თქვენ ბინაში ესეთი მდგომარეობა დაგხვდათ, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენზე ერთია რომ ალბათ დამდრგუნველად მოქმედებს ისევე როგორც ყველა ჩვენგანზე, როცა არა უბრალოდ ხედავთ ამას, არამედ ვიაზრებთ, რომ ცხოვრობთ რეჟიმის პირობებში, რომელსაც შეუძლია კანონების უგულებელყოფით მის მიერ მოგონილი უსამართლო კანონების დაუცველად კი ასე მოექცეს თავის მოქალაქეებს და შემდეგ იმოროდიოროს. ძალიან რთულია ემოციურად, ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ ბრძოლის რა ფაზაშიც არის ახლა მთელი ქვეყანა და მათ შორის უპირველესად თქვენი შვილი. რო გისმენდეთ ახლა და შეიძლება გისმენთ კიდეც იზოლატორში, რას ეტყოდით მას? ძალიან მებრძოლის სტულის ბავშვი არის. ის არასდროს ეს მეოთხე დაკავება მისი და არასდროს არ ვფიქრია ის რომ ბრძოლა შეწყვეტდა და დანებდებოდა. ეხლაც საკნიდან წერილი გამოაგზავნა რომ მაგრად დგას, ხნედ არის და ერთს ვეტყოდი მხოლოდ რომ აი რომ შიმშილობა რომ შეწყვიტოს, უფრო ძლიერი და ენერგიული ჭირდება საზოგადოებას გარეთ რომ გამოვა. დიდი მადლობა ქალბატონ ელენე, ძალიან დიდი მადლობა ჩვენც ასე ვთქვათ უერთდებით ამ თქვენს თხოვნაში, რაც შეეხება შიმშილობას. სხვა მხრივ კი მალე თავისუფლებას უსურებ მასაც და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს.